გამარჯობათ ჩემო არხის მაყურებლებო. ძალიან ბევრმა თქვენთაგანმა უკვე მომწერა, რომ დიდი ხანი არ გაგიკეთებია გაშლა საქართველოზე. ნახოთ რახანას ესეთი დაინტერესება. ნახოთ, მინდა გამოგიტყდეთ, რომ მარტო ჩემთვის პირადადაც არ გამიკეთებია ეს გაშლა ჩაწერის გარეშე და მეც ძალიან მაინტერესებს რას მაჩვენებს. მინდა შეგახსენოთ, ვინც ჩემი არხის მაყურებელი არის და უკვე ნახა ეს ვიდეო, სხვათა შორის რო არ გამოგრჩეთ ახალ-ახალი ვიდეოები, გააქტიურა ზარის ღილაკიც გამოწერის შემდეგ. მე გავაკეთე საქართველოს ბედის მატრიცა, ჩავწერე ვიდეო რა კარმა აქვს და რა ნიჭი აქვს საქართველოს და წლის პროგნოზი. და როგორც გამოჩნდა, რაც მინდა გაგახსენოთ, უკვე ჩაწერილი მაქვს ეს ვიდეო, ჩანს, რომ ივნისის თვე ეს არის ბოლო კულმინაციური წერტილი, როდესაც უკვე საგრძნობი იქნება ეს ქვეყანა გადარჩება, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, თუ ეს ქვეყანა დაამთავრებს თავის სიცოცხლეს და არსებობას დამოუკიდებლობაში და გახდება, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი გუბერნია ტირანიული ქვეყანა რუსეთისა. ნახოთ ახლა გაშლაში რა მოვა, ეს რაც გითხარით, წლის პროგნოზში ვნახე, აი ეს პერიოდი არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ივნისის თვემდე, ბევრი არ არის დარჩენილი. ძალიან ცოტაა დარჩენილი. საკმაოდ მძიმე არკანით დაიწყო გაშლა და ვნახოთ. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბედის წერა და კარმის ენერგიებმა ერთმანეთის სახლები გაძვალეს. ეს არის ზუსტად ის, რაც თქვი გაშლის დასაწყისში, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია ახლა იმ მხრივ, რომ ყოფნა არ ყოფნა. ესეთ გასამქვეყნეს საკითხი. კი, დაგეთანხმებით. ბევრჯერ ყოფილა ეს ქვეყანა ესეთ მდგომარეობაში, მაგრამ ცხადია საუკუნეების შემდეგ უნდა დავუტოვოთ ჩვენი ქვეყანა გასათავისუფლებლად ჩვენ შვილებს, მაგრამ მაშინ იყო სხვა სიტუაცია, კი, იყო ძალიან მძიმე, აუბედითი დღეები, მაგრამ ასეთი დიდი დონით მიგრაცია არ იყო და თუ ესე გაგრძელდა, საერთოდ ქართველი აღარ დარჩება ამ ქვეყანაში. კარგით, ეხლა დავიწყოთ უკვე ნახოთ რა არის. ვინც უყურებს ხოლმე ჩემ გაშლებს, სულ აღვნიშნავ, რომ საქართველო ქალური ენერგიით ჩანს ჩემს გაშლაში, აი ჩემო ძვირფასებო. და ნახოთ მისი მომავალი. ერთი მხრივ მისი მომავალი არის ძალიან დიდი სტაბილურობა, სიძლიერე, თუმცა აი სიძლიერე ძალიან დიდ ნერვიულობაზე, შფოთვაზე ჩანს და თვითონ მინდა გითხრათ, რომ იღბლის სახლშია. კი, იღბალი აქვს ნამდვილად ამ ქვეყანას, რომ ამდენ საუკუნეებს გაუძლეს ითმა პატარა ქვეყანამ და ერმა და დღემდე მოვიდა. კი ბატონო, ნამდვილად იღბლის სახლშია, მაგრამ ნახოთ ეს იღბალი რა არის ეს იღბალი მისთვის? რაღაცა დოკუმენტი არის ეს იღბალი მისთვის, რაღაცა დოკუმენტი, რომელიც საკმაოდ რთულად მოდის, მაგრამ მოვა. ასევე კიდე რა ჩანს, რომ აი მისი ფესვები, ქვეყნის ფესვები, არ ვიცი, ახლა თქვი მიგრაცია არის მეთქი, მაგრამ დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. როგორც მოხდა გადინება, ისე მოხდება შემოდინება.
ისე მოხდება შემოდინება და დაბრუნება ამ ქვეყანაში ადამიანების. ძალიან სწრაფად და მოულოდნელად. აი სულ ორ ვიმაზე დგას ვიბრაციაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის კარმის გამოცდა. ჯერ წელიწადი არის ცხრიანის ენერგეტიკით, შემაჯამებელი ენერგეტიკით და ამ ქვეყანაში ნახეთ ხალხი მე რაოდენობას არ ვამბობ. ვინ მეტი ვინ ნაკლები, არა. მაგრამ ორი ბირთვია ენერგეტიკული. ერთი ვინც კარმას ამუშავებს და მეორე ბირთვი ვინც პირიქით ამ კარმას ამძიმებს და ერთის მხრივ ეს ორი ენერგიაც მაინც აბალანსებს ერთმანეთს იმ ხრით, რომ კარმა როცა არის დასამუშავებელი, უნდა იყოს წინააღობა და თითქოს ამ ხალხსაც ვინც ამძიმებს კარმას, ერთგვარი მისია აქვს, რომ ძალიან დაამძიმოს ეს კარმა, რომ ასე ვთქვათ, სურვილით კი არ დაამუშავო ეს კარმა და დაწვა ეს კარმა, აი გაიძულოს კარმის სიმძიმემ, რომ გამოხვიდე ამ სიმძიმე სიტუაციიდან, კარმიდან და დაამუშავო. აი ესეთი მოცემულობაა. და მაგას ვამბობ, რომ თუ ეს კარმა დამუშავდება, იქნება ძალიან დიდი და მე ვფიქრობ, რომ იქნება, ახლა გადავხედე, ასე ზოგადად უცებ და კი, იქნება ძალიან დიდი შემოდინება, უკან დაბრუნება ემიგრანტების ქვეყანაში. მათი ფესვების და გაგრძელება შვილების, ფესვებიდან გაზრდილი შვილები დაბრუნდებიან. თუმცა ახლა მართლა ესეა დგას, თითქოს ვირთხები ჭამენ, ფოთვა, ნერვიულობა, მაგრამ ეს ქვეყანა მაინც ინარჩუნებს სახელმწიფოებრიობას, ასე თუ ისე მთლიანობას, რაღაცა სტრუქტურას. მოკლედ მართლაც არ წევს გავს ხორნებისგან დაგლიჯულ დაფლეთილს, მაგრამ მაინც უნთქავს ცოცხლებს და ბოლო წუთამდე იბრძვის, რომ გადარჩეს. კი, ეს ასია. გარდა იმისა, რომ ვთქვი, რომ იღბალშია ეს ქვეყანა და ზეციური ძალებიდან აქვს იღბალი, მე მინდა გითხრა, რომ იქნება დახმარების ხელი, პოლიტიკური, ასე ვთქვათ, პრაგმატული, იქნება ნამდვილად ეს დამხმარე ხელი და როგორც ვთქვი, რაღაცა დოკუმენტი არის, რომელსაც ვხედავ, რომელიც იქნება ძალიან დიდი გასაღები ამ რთული ვითარებიდან გამოსავლის. შორიდან მოდის ეს დოკუმენტი, აქ არ მზადდება, შორიდან შემოდის ეს დოკუმენტი. არსებული მთავრობა ძალიან ძლიერად, ძალით, რო არა ვთქვა, მაგრამ ჩანს რა ვქნა, დათვის სახლში არის, ასე ვთქვათ, სახელმწიფო სახლი, ანუ მთავრობა და ვინც იცის ლენორმანი, ხვდებით, რასაც ვამბობ, დათვი ეს არის ძალმომრეობა, ძალაუფლება, ძალის დემონსტრირება. აი ამითი უჭირავს ეს ყველაფერი. სირთულეები წავა და რაღაცა ახალი შემოდის, ახალი ენერგია. და აი ამ ძალას თითქოს სიყვარული და სიბრძნე უკავშირდება. აი საერთოდ ყოველთვის ყოფენ ხოლმე ემოციებს გულს, ხო, ცალ-ცალკე, რო გული თითქოს ცალკეა, გონება და სიბრძნე ცალკეა. ამ შემთხვევაში ერთიანდება გულის ენერგია და თავის ენერგია და ახალი ძალებს იკრებს და არა მარტო ახალ ძალებს იკრებს, ახალ სახეებს ვხედავ, რომელიც დაუპირისპირდება აი ამ ძალას. მოიდა განახოთ. აი დაგანახოთ, აი როგორი ძალა არის და როგორი ახალი ენერგია უპირისპირდება. გაუგებრობა სრულდება თითქოს, აი რა ვქნათ, ახლა მე ესე აღვიქვა, რომ ესია, რომ აი მომავალი არსაით არ ჩანს. კი, იქით კედელს ვიხეთქები, აქეთ კედელს მოიხეთქები, მაგრამ თითქოს რაღაც რეალური გამოსავალი არ ჩანს. ეს თითქოს უნდა დასრულდეს, აი რაღაცა გამოჩნდეს, გზა გამოჩნდეს, რომელიც შუქისკენ მიგუყავს. რაც შეეხება ღმერთის წყალობის ენერგიას, ეს არის მზით განათებული, ძალიან დიდი ფარველობა იქნება უფლის, ძალიან დიდი ადამიანება
სასწაულებს მარტო იმას ნოეძახით, რომ ჯოხი დაახქცა და გველად გადაიქცე. სასწაული არის ყველა დახმარე ხელი, რომელიც გჭირდება და მოდის და ამ ხელს იგრძნობს ეს ქვეყანა და ეს დახმარება იქნება ეს გასაღები ზუსტად მე რაც თქვი რაღაცა დოკუმენტი. მე ადრე ვახსენებდი თუ გახსოვთ, შეგიძლიათ მოიძიეთ ყველა ვიდეოდებს, რომ რაღაცა დოკუმენტი იქნება, დოკუმენტი ჩქარობს და რამდენიმე დღეში წამოვიდა პირველი სანქციები თუ გახსოვთ, აი ახლაც ვამბობ, რომ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. ახალი ჯერ ვერ ვფიქრობთ რა არის, მაგრამ იქნება. რაც შეეხება სულ ვამბობ ამას, რომ ძალიან მკაფიოდ მაჩვენებს, რომ პრიორიტეტი იქნება ჯანდაცვა და განათლება ამ ქვეყანაში მომავალში. ეს ჩანს. რაც შეეხება პრობლემის მაინც მიუხედავად ისა, რომ ახლა ამის რესურსი თითქოს არ არის, მაინც ვერ ვწავლობთ ამას. აი იმას, რასაც გვასწავლიდნენ ბაღში, სკოლაში, წიგნებში, რომ ერთი სარს ადგილად გადატეხავ და შეკრულ ისრებს ერთად ვერ გადატეხავ, მაინც იქამდე მივდივართ და იქ ჩანს, რომ რაღაცა დოზის გაერთიანება იქნება. რომ მოვიდეს წარმატება. ეს გაერთიანება, ეს ღმერთის დახმარებაც, ეს სხვა ქვეყნების დახმარებაც, ყველაფერი მიდის მაინც აი იმ ახალ ძალასთან. ახალი ძალების ჩართულობას ვხედავ. საერთოდ რო არ ჩანან ისეთი ძალების ჩართულობას. აი საერთოდ შეიძლება არც კი ვიცნობთ, შეიძლება კი არა დარწმუნებული ვარ, არც კი ვიცით. ძალიან რამაც გამახარა, ეს არის მეათე ენერგიის ვირთხის სახლებში მოხვედრა და ეს არის პრობლემები, ტკივილები, რომელიც წავა. სხვათა შორის მალე წავა. და უნდა წავიდეს კიდევაც მალე, იმიტომ რომ თავიდანაც ეგ ვთქვი და ამით დავიწყე, რომ მე-6 თვე აგერ მომდგარი გვაქვს, ხო 2 თვე გადარჩა. 2 თვე, არც კი, ხო, 1 თვე მაისი მთავრდება და ივნის 1 თვე დარჩა. 1 თვე და რამდენიმე დღე. ნუ, ეზოთერიკაში არ არის ესე მკაფიოდ, მაგრამ ეს არის ენერგია, რაც იგრძნობა პირველი ნახევარი წელიწადი და მეორე ნახევარი წელიწადს უკვე გარდამტეხი პერიოდი უნდა დაიწყოს. კიდევ ერთხელ ამბობ, იქნება ძალის დემონსტრირება, იქნება კიდე დაჭერები, ეს არ არის ყველაფერი, ჩანს აშკარად იქნება დაჭერები, იქნება შიშის ენერგიაც და როგორც დავიწყე, აი ნახეთ რა მძიმე სიტუაციაშია, რო განახოთ აი რაც მინდა განახოთ კარმის ანუ ბედის წერის წიგნი და კარმის ენერგიებს როგორ აქვს გაცილილი და რა მძიმე სიტუაციაშია ახლა ქვეყნის ბედი. ეს არ არის სასაცილო, ეს არ არის მარტო ის მდგომარეობა, რომ ჩვენ მხოლოდ ღმერთს უნდა მივენდოთ, არა, უნდა ვიმოქმედოთ. აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ და ეს მოქმედება ჩანს, რასაც ვხედავ, ეს არ ვიცი რა დოკუმენტია ეს, რა მოდის, მაგრამ ჩანს, ეს იქნება ძალიან დიდი დამხმარე დოკუმენტი. ოღონდ აქ არის ჩართული, აი ამას მინდა გავუსვა ხაზი. აქ არიან ჩართულები ის ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ ჩანან. მოდი ვიტყვი ერთ რაღაცას. არის ხოლმე ლიდერების ხაზი, რომელიც ჩანან, კაშკაშებენ, არიან პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, ლიდერები, რომელიც გვიყვარს ან არ გვიყვარს, პატივცემთ ან არ გვცემთ პატივს, გვჯერა ან არ გვჯერა, ქარიზმა აქვთ ან არა აქვთ ქარიზმა და არსებობენ ადამიანები, ვინც მათ ზურგს უკან დგანან და იმდენ საქმესაც აკეთებდნენ და არ ჩანან. არა აქვთ მათ ეს სიბრჭყვიალე, მზესავით კაშკაშის, გამოჩენის, აპლოდისმენტების, მიღების სურვილი, საერთოდ არ აქვთ, მათ უნდათ რომ შედეგი დადონ. აი, ასეთ ადამიანებს ვხედავ, იმიტომ ამბობ, რომ არ ვიცნობთ ჩვენ მათ ვერ ვხედავთ ჩვენ მათ, ეს ადამიანები მოძრაობენ, სწორად სხვათა შორის. ძალიან ნასწავლი არიან ეს ადამიანები. მიზანდასახულები არიან და დიდ სიბრძნეს ვხედავ. ეს არის გზა გადარჩენის. აი თითქოს აი ამ მოდი ვიტყვი, რომ კარგი გაგებით რუხ კარდინალებმა აიღეს საქმის კეთება და ლიდერები არ ჩანან გაშლაში, საერთოდ ვერ ხედავ ლიდერებს.
ამ გაშლაში უფრო მეორე პლანზე არიან გადასულები და ეს მიწისქვეშა მოძრაობა თუ რუხი კარდინალები იყო, კარგი რუხი კარდინალები ჩვენი ქვეყნისთვის მოძრაობენ, მოქმედებენ და ძალიან დიდ მისიას იღებენ ამ ქვეყნის გადასარჩენად. ჩანს, იმიტომ რომ ვარსკვლავები არის მის ანგელოზის ენერგიაში და ეს გზა იქნება. აი დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა რა. რა ვიცი, ალბათ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი დარჩება, თუ საერთოდ დარჩება ძველი სახეები, აბსოლუტურად ახალი სახეები შემოვლენ უცხოეთიდან წამოსულები. დიდი განათლებით, თავისუფალი აზროვნებით და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს ადამიანები დგანან ორ ენერგეტიკულ, უძლიერეს ენერგეტიკულ ველზე. ეს არის ძალიან დიდი ცოდნა და ძალიან დიდი რწმენა, რაც ერთად ძალიან დიდ სიბრძნეს ქმნის. რწმენას რა ვახსენებ, არ გულისხმობ მე, ასე ვთქვათ, არ გულისხმობ მე ფარისევლურ, მე ესე ვეძახი, გამიბრაზდით კი ბატონო, რიტუალებს და რაღაცა ეკლესიურ ცხოვრებას, ან რაღაცა წესჩვეულებებს, არა, შინაგანი დიდი რწმენა აქვს, ძალიან სწორი, ძალიან მართალი, ძალიან ღრმა, ძალიან დიდი სიბრძნე, ცოდნა სამყაროსადმი, ესე მოვსდებთ შინაგანად ცოდნასთან ერთად ეს არის რაღაცა შინაგანი ენერგია. ალბათ ეს თაობა, რომელიც მოდის ამ ენერგიით დაიბადა, სწორედ ამ მისიით, ამთავრებენ ეს ადამიანები, კარმულად ამთავრებენ. აი ნახეთ, კარმულად ამთავრებენ ამ ყველაფერს, ამ ძალადობას, სიბოროტეს, გაყინვას, ქვეყნის გაყინვას, გაყიდვას, რავი რა დავარქვა და არ ვიცი რა არის ეს დოკუმენტი. აი ნახე როგორი გამარჯვებით დგანან. დიდ იმას დაიმსახურებენ, მე არ ვიცი როგორ დაამთავრებენ ამ ქვეყანაში ყოველთვის კლავენ. თითქმის ყოველთვის კლავენ ქვეყნის გმირებს და ერისკაცებს. ზოგი მხოლოდ წვერი თითრიეს გადაურჩა სიკვდილს. მე არ ვიცი ეს ადამიანები ბოლოს როგორ დაამთავრებენ, მაგრამ ჯერ იქნება დიდი აღიარება, დიდი წარმატება, დიდი ერთგულება, დიდი მიზნები. ამინ, ამინ, ამინ. საქართველო გადარჩება და საქართველო უნდა გადარჩეს. გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე, ჩემთან კონსულტაციაზე მოხვედრა შეგიძლიათ ორი გზით, ან მომწეროთ ვიბერზე და WhatsApp-ზე ნომერი ესე 59123335007, ან მომწეროთ Facebook გვერდზე, სადაც ქართული შრიფტით უნდა ჩაწეროთ რეიქი მკურნალი. გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე და გისურვებთ თავისუფალ, გამარჯვებულ, ნამდვილად ღირსეულ საქართველოში ცხოვრებას.